ლარის კურსზე და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით პრაქტიკულად არანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს იმისთვის, რომ გარკვეულწილად ლარის კურსის გაუფასურებაზე ზეგავლენა მოახდინოს. ანგურიძის განცხადებით არაფერი საგანგაშო არ ხდება. როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით კარგი ზრდა არის, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია ლარის კურსი სტაბილური იყოს. მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოში დაგეგმილ ინვესტიციებზე ისაუბრა. ეხლა რაც მიმდინარეობს ლარის კურსთან დაკავშირებით პროცესების არის ბუნებრივი პროცესი. იქიდან გამომდინარე, რომ ლარი არის თავისუფალი გაცვლითი კურსით, რეგულირდება მისი კურსი და შესაბამისად ეს ცოტათი ხან გადაიხრება, ხან გადამიხრება. ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური სიტუაცია, რაც ახასიათებს ამ ტიპის ვალუტებს. ანუ არაფერი საგანგაშო არ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ორშაბათის მდგომარეობით ჩვენ ვნახეთ, რომ ლარის კურსი გამყარდა. ანუ თუ წინა კვირაში ქონდა მცირედით გაუფასურება, უკვე აი ამ კვირიდან კვირის დასაწყისიდან უკვე ჩვენ ხედავთ, რომ პირით გამყარებისკენ წავიდა ლარი. ანუ ტენდენცია გვაქვს ხან გადახრისკენ, ხან პირიქით მეორე მხრისკენ გადახრისკენ. ანუ ეს არის თავისუფალი ცურავი კურსის რეჟიმი, რაც ახასიათებს ლარის კურსს. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წელი საკმაოდ კარგად დაიხურა 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, რაც ძალიან მაღალი არის. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ამ მაჩვენებლით, არც ერთ ქვეყანას კონტინენტზე ამხელა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არ მიუღწევია. ექსპორტის ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, რაც ავტომატურად მოქმედებს ლარის კურსზე, იმიტომ უცხოური ვალუტა შემოდის და აბალანსებს ქვეყანაში ამ სიტუაციას და გვაქვს ასევე კარგი ზრდა მთლიანობაში ტურიზმის მიმართულებით და კარგი ზრდა გვაქვს ასევე გზავნილების მიმართულებით. პრაქტიკულად არანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს იმისათვის, რომ მოახდინოს ამან გარკვეულწილად ლარის კურსის გაუფასურებაზე ზეგავლენა. წელს უკვე აქტიურ ფაზაში შევა ნაკლი სპორტის მშენებლობაც, წელს უკვე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და უკვე ეს ახალი ინვესტიციაც, რაც გაჩნდა არაბული ინვესტიციის სახით ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა, ეს ძალიან კარგ ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ძალიან კარგ შესაძლებლობასაც, რომ მომავალში ქვეყანა იყოს სტაბილურად განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო.